გვიანი რეალიზმისა და ადრეული მოდერნიზმის ესთეტიკამ ბევრი რამ შეცვალა მსოფლიო ლიტერატურაში, მათ შორის დრამატურგიაში, კერძოდ კი ტრაგედიის ჟანრის კანონში. მოხდა ტრაგედიის ეპიცენტრის გადატანა გმირიდან მსხვერპლზე, ტრაგედიის სიუჟეტის ჩაქსოვა ყოველდღიური ცხოვრების რუტინაში, ტაბუდადებული თემების გააქტიურება, ტრაგიკული პათოსის გარდაქმნა. აღნიშნული წვლილების პიონერი თანამედროვე ევროპული ტრაგედიის ფუძემდებელი ჰენრიკ იბსენი იყო. იბსენი ჩაუხმავდა ისეთ პრობლემებს, როგორიცაა ცხოვრების აქამდე უცნობი მხარეების გამოვლინება და ანალიზი, ბურჟუაზიის კლასის ფულზე დამოკიდებულების ილუსტრაცია, გადაგვარებული სოციალური ინსტიტუციების გამოაშკარავება, რეალობისადმი შეუთავსებლობისა და ზიზღის დეკლარირება, ურწმუნობის, მიუსაფრობის, მარტოობის, ფსიქოლოგიური აშლილობის, ურთიერთობების კრიზისის და სხვა პირადი უბედურებების დაუფარავად გაცხადება. იბსენმა თავის დრამების პერსონაჟებად სრულიად ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული ადამიანები აქცია. მის დრამატურგიაში ცნება ტრაგედია ჩაანაცვლა ცნებამ ტრაგიკული დრამა, რასაც ევროპულ სივრცეში სხვა დიდი ავტორებიც გამოეხმაურენ. აუგუსტ სტრინდბერგი შვედეთში, ჯონ მილინგტონ საინგი ირლანდიაში, გერჰარდ ჰაუპტმანი გერმანიაში, ანტონ ჩეხოვი რუსეთში, ლუიჯი პირანდელო იტალიაში, დავით კლდიაშვილი საქართველოში. დიახ, მსგავსად ამ ევროპელი დრამატურგებისა, კლდიაშვილმა შეძლო მისი დროის ტრაგიკული კოდის წაკითხვა და ჟანრის ინოვაციური ელემენტების დამკვიდრება. მის ტექსტებში სოციალური სიდუხჭირისა და მწვავე სულიერი კრიზისის ფონზე ადამიანის არა სიკვდილი, არამედ ცხოვრება იქცევა ტრაგედიად. სასჯელის უმაღლესი ზომა ნაცვლად სიკვდილისა ცოცხლად დარჩენაა, ადამიანის დაცლა ზნეობრივი ღირებულებებისგან, იმედებისგან, მოლოდინებისგან და სამუდამო უმოქმედობისა და უპერსპექტივობისათვის განწირვა. გმირები კლდიაშვილმა მსხვერპლთა მრავალფეროვანი გალერეით ჩაანაცვლა. სამართლიანად შენიშნავდა გრიგოლ კიკნაძე, რომ კლდიაშვილის მხატვრული პრინციპი კონკრეტულ ეკონომიკურ ვითარებაში კონკრეტული ადამიანის ჩვენებას ეფუძნება. კლდიაშვილი არ არის ორიენტირებული იდეალზე თუ როგორია ან როგორი უნდა იყოს ადამიანი საერთოდ. მისთვის ამოსავალი ეს კონკრეტული ცოცხალი ადამიანია, რომელიც გარკვეული პირადი ისტორიის მქონეა, გარკვეულ სოციალურ ფენას ეკუთვნის და ამის შესაბამისად იქცევა. უტყუარი ტრაგიკომიკური ეფექტის მისაღწევად კი როგორც წესი ურთიერთსაპირისპირო ვითარებებს ქმნის. ის ერთის მხრივ მოქმედი პირის ოცნებაში შექმნილ გეგმებს გვაცნობს, მაგრამ მეორეს მხრივ იქვე გვაგრძნობინებს ამ გეგმების არარეალურობას. ანუ ცხოვრების ფაქტიურ ვითარებასა და პერსონაჟის მიერ მის ინტერპრეტაციას შორის დიდი განსხვავებაა. კონტექსტისა და პერსონაჟების წინააღმდეგობრივ ურთიერთობას მწერალი მრავალფეროვანი სტილისტური ხერხებით გამოხატავს, როგორიცაა მეტაფორები, ალუზიები, იუმორი, გროტესკი, ირონია, სატირა, პაროდია, მათი სიმრავლე და ფილოსოფიური სიღრმე აფართოებს კლდიაშვილის ტექსტების ჟანრულ ჩარჩოებს. მისი შემოქმედებითი სტილი შეიძლება შეფასდეს როგორც თანამედროვე ევროპული ტრაგედიის წარმატებული ქორწინება შექსპირისეულ ტრაგიკომედიასთან. ამ ქორწინების შედეგი კი კლდიაშვილის და შესაბამისად ქართული თანაგრძნობის თეატრის ფორმირებაა. პიესა დარისპანის გასაჭირი ტრაგიკულისა და კომიკური სინთეზით, გროტესკულის აქცენტირებითა და ფილოსოფიური სიცილით ნამდვილად ესაზღვრება შექსპირისეული ტრაგიკომედიების პათოსს. თუმცა კონცეპტუალურად მისი თანადროული ევროპული დრამისათვის ნიშანდობლივი სოციალური და ფსიქოლოგიური ტრაგიზმისაკენ იხრება. ამ ტექსტის კომიკურ მხარეს სიტუაციური კომიზმი და რეალურ კონტექსტთან პერსონაჟთა კომიკური შეუსაბამობა განაპირობებს. მაგალითად არაადეკვატური ქედმაღლობა და კუდაბზიკობა ან სხვა რამ. დრამატიზმს კი მასში ასახული რეალობა, მომაკვდავი კლასის, აზნაურების უკიდურესი სოციალური სიდუხჭირე, მათი ეკონომიკური, სულიერი და ზნეობრივი დესტრუქცია, ურთიერთობათა კრიზისი, გმირების აწრიალებული ხეტიალი კარიდან კარს ძიება იმისა, რომ გამართლება და მიზანი მოუნახონ
თავიანთ არსებობას. შესაბამისად, თითქმის ფიზიკური ტკივილი ნიაღვარევით გადმოედინება ტექსტიდან. დადის დარისპანი თავის ლაფჩინებითა და იმეიმეთი და თან დაატარებს გასათხოვარ ქალიშვილს, კაროჟნას, ეგებ ვინმეს მიათხოვოს. მაშ რაქნას დარისპანმა თუ თავისი სარჩოსაბადებელი გაჭირვებია, როგორ არჩინოს მრავალსულიანი ოჯახი. ერთ მხარეს დგას დაღლილი, დამცირებული და შეურაცხყოფილი ქალიშვილი, მეორე მხარეს კი მონდომებული და დარდიანი მამა. ერთს თანდათან ზიზღი ეპარება, მეორეს უიმედობა. პიესის კულმინაციას წარმოადგენს კაროჟნასა და ნატალიას შეჯიბრის სცენა, რომელიც ერთდროულად კომიკურიცაა და ტრაგიკულიც. როგორი ჟინით ეჯიბრება ერთმანეთს გარმონიკზე დაკრულ ცეკვაში ორი გასათხოვარი ქალიშვილი, ეგებ თავი მოაწონონ საცხლო ბაძულს ოსიკო ხარებაძეს, რომელიც თავის მხრივ უმზითვო ქალის შერთვას სულაც არ გეგმავს. ვასილ კიკნაძის სამართლიანი შენიშვნით კაროჟნას ცეკვა ცარიელ დარბაზში წარმოდგენილ ტრაგედიას გავს. თუკი დარისპანის გასაჭირი ტრაგიკული ქარგის მიუხედავად მაინც მჭიდროდ ესაზღვრება ტრაგიკომედიის შექსპირისეულ ტრადიციას, კლდიაშვილის მეორე პიესა ირინეს ბედნიერება დაცლილია ტრაგიკომიკურობისაგან და სერიოზული დრამების რიგს განეკუთვნება. პიესის შინაარსი თითქოს ბანალურია, სიყვარული ვნეება, ეჭვიანობა, თუმცა პერსონაჟთა გალერეა უაღრესად ცოცხალი და სიღრმისეულია, გამორჩეული თანამედროვე დრამისათვის დამახასიათებელი ფსიქოლოგიზმით და შინაგანი წინააღმდეგობებით. პიესის ცენტრალური პერსონაჟი ირინე თავისი ძლიერი ხასიათითა და ღირსების გრძნობით ენათესავება დიდი ესპანელების, ლოპე დე ვეგასა და ტირსო დი მოლინას მიერ შექმნილი ძლიერი ქალების გალერეას. ამასთან არც იბსენისა და სტრინდბერგის მიერ შექმნილ ქალთა უბედურების თემისაგან დგას შორს. მოგვაგონებს როგორც იბსენის მიერ სოციალური კონტექსტის მსხვერპლ ქალთა მხატვრულ სახეებს, ისე სტრინდბერგის ურთიერთობითი დანაშაულის მსხვერპლ ქალებს. ირინეს სრულად ისიგრძე განებს თავის მძიმე ხვედრს, შეიმეცნებს საკუთარი ფსევდობედნიერების ტრაგიზმს და კიდევაც იბრძვის გადასარჩენად. მაგრამ ამაოდ. ჩემს გულში რა უნდა ნახო შენ? შენსავით ბილწი გონია ყველა. შენსავით ბილწი გონია ყველა. პიესის დასასრულს ეჭვიანობისაგან თვალდაბნელებული აბესალო ხანჯლით გაიწევს ირინესაკენ. გვდება ირინე თუ არ გვდება? ეს შეკითხვა ისეთივე უმნიშვნელოა პიესის ავტორისათვის, როგორი უმნიშვნელოც იყო გმირის სიკვდილი მისი თანამედროვე ევროპელი დრამატურგებისთვის. ირინეს ფიზიკური სიკვდილი მხოლოდ ანტურაჟად დარჩებოდა. ირინე სულიერად გვდება და ესაა მთავარი. ნეტავი მართლა და მოვეკალიო, ქვითინებს ქალი. აი ჩემი ბედნიერებაო, ხომ ბედნიერი ვარ ჩემო მამა. განსხვავებით კლდიაშვილის ზემოთ განხილული ტექსტებისაგან, სამანიშვილის დედინაცვალი არ არის პიესა, მაგრამ ვფიქრობთ, რომ როგორც ალექსანდრე ყაზბეგის, მოგვიანებით კი ნიკოლო რთქიფანიძის, ლეო ქიაჩელისა და სხვა ქართველი ავტორების რიგი ტექსტების მსგავსად, ისიც ჰიბრიდული ჟანრების რიგს განეკუთვნება და ტრაგედიის ქარგაზია აგებული, რასაც სამუშაო ტერმინად ქართულ დრამატურგიულ პროზას ვუწოდებთ. სამანიშვილის დედინაცვალში იუმორი დრამატულის, დაძაბულის, ხშირად ტრაგიკულის ესთეტიკურ უფენას წარმოადგენს, ხოლო პაროდირება თითქმის შუა საუკუნეებრივ სიღრმეს იძენს. მკითხველი მაყურებელი არა მარტო აკვირდება კლდიაშვილის პერსონაჟების შეჭირვებულ მდგომარეობას, არამედ მტკივნეულად განიცდის იმ ქმედებებსა და შედეგებს, რაც ამ შეჭირვებულ მდგომარეობას მოსდევს. ის თანაუგრძნობს პერსონაჟს, ფიქრობს მის დეგრადირებულ მორალურ ღირებულებებზე. პიესის ბოლოს კი მკითხველი, მაყურებელი თითქოს თავიდან იბადება, ის აღორძინდება პერსონაჟის ნაცვლად და ეს გზა არც არისტოტელესეულ შიშსა და სიბრალულზე გადის, არც ჰეგელის უმაღლეს შერიგებაზე, არც ნიცშეს ექსტაზსა ან ფროიდისეულ სუბლიმაციაზე, არამედ ლესინგისეულ თანაგრძნობაზე, როგორც მკითხველის, მაყურებლის მორალური გაუმჯობესების ფორმაზე. იგი სწორედ შეეცოდებოდა კაცს, თვითამბავი, სასაცილო რომ არ ყოფილიყო, წერს კლდიაშვილი ამ მოთხრობაში. გაღარიბებული აზნაური პლატონ სამანიშვილი
თავზარ დაცემულია ქვრივი მამის ბეკინას გადაწყვეტილებით შეირთოს ცოლი. მამა და შვილი ერთ სახლში ცხოვრობენ ერთჯერ ქვეშ და იყოფენ იმ მცირეც, რაც გააჩნიათ, მაგრამ მამის გადაწყვეტილებამ შეიძლება ერთბაშად დაარღვიოს ეს ჰარმონია. გამორიცხული არ არის, რომ მამის ახალმა ცოლმა ბავშვი გააჩინოს, ბავშვი კი მემკვიდრეობის მოცილე იქნება. მემკვიდრეობის თემა ცხადია არ წარმოადგენს ქართული ლიტერატურული ნარატივის ორიგინალურ ფაბულას, მაგრამ ორიგინალურობას მას ქართველი მწერლის მიზანდასახულობა, ოსტატობა და შემოქმედებითი შესაძლებლობები ანიჭებს. სიუჟეტი ან ბანალურ დონეზე დარჩება, ანაც ძლიერ ფსიქოლოგიურ და ემოციურ მუხტს შეიძენს და სამუდამოდ აღიბეჭდება მკითხველის მაყურებლის მეხსიერებაში. ტექსტის ავტორი არჩევანის წინაშე დგას. მას შეუძლია მეტად გაამუქოს ფერები და დრამატიზმით დატვირთოს თავისი პერსონაჟების ისედაც აუტანელი ყოფის სურათი, ანაც აღმოაჩინოს დრამატულში კომიკური და გარდაქმნას ის ფილოსოფიურ სატირად. დავით კლდიაშვილი მეორე გზას ირჩევს. მომავალი დედინაცვლის შერჩევას პოტენციური გერი ითავებს და შეუდგება დედინაცვლის ძიების რთულსა და ტრაგიკომიკურ გზას. ტრაგიკომიკურობის არსი მაშინ მდგომარეობს, რომ პლატონ სამანიშვილი მიზნად დაისახავს მოძებნოს სულ მცირე ორჯერ განათხოვარი ქალი, რომელსაც წინა ქორწინებებში შვილი არ ჰყოლია და შესაბამისად ვერც მის მამას ბეკინას მიანიჭებს ამ ბედნიერებას. თუმცა სიუჟეტის განვითარების პარალელურად ტრაგიკომიკური ამბავი ტრაგედიისათვის ნიშანდობლივ სიღრმეს იძენს. კაცი ბჭობდაო. შენი სახელი სირიმე გოგო მაინც ეყოლო იცია სათუთად შერჩეული დედინაცვალი ვაჟს გააჩენს, რაც პლატონ სამანიშვილს მამის ქონების ერთადერთი მემკვიდრის სტატუსს წაართმევს და სამუდამოდ გაანადგურებს მის მორალურ ღირებულებებს. ბიჭო, მე რას მიპირობ? მე მოხუცებულ კაცო შეგვნესის ბეკინა სამანიშვილი პლატონს, რომელიც უარს ამბობს მამაზეც და მის ახლადშობილ ვაჟზეც. მამა ვარ შენი, რაც უნდა იყოს, შებრალება აღარ იციან თქვენში. ევედრება შვილს ბეკინა და პასუხად კი იღებს შემდეგს. მე ჩემიც ბევრი მყავს მოსავლელი, ჩემი ტვირთიც მეყოფა, მე შემიბრალა ვინმე. არავინ კვდება ფიზიკურად, მაგრამ სახეზეა პერსონაჟის პლატონ სამანიშვილის სულიერი სიკვდილი და უპერსპექტივო მომავალი. ის ბედის განგებით შედის გვირაბში, რომლის ბოლოსაც სინათლე არჩევს. ვინძლო აქ აბელისა და კაენის ბიბლიური მითის ალუზიაზე შეიძლებოდეს საუბარი. კითხველი, მაყურებელი, კი რომელიც თვალს ადევნებს პლატონ სამანიშვილის ცხოვრების პერიპეტიებს, ჭეშმარიტად რთულ შინაგან ტრანსფორმაციას განიცდის. ის თანაუგრძნობს და თავად იძენს ამ აღორძინებელ ენერგიას, რათა მორალურად გაუმჯობესებულმა საკუთარი ცხოვრების გვირაბის ბოლოს დაინახოს სინათლე. დავით კლდიაშვილის მკითხველი, თანამგრძნობი მკითხველია.